ის და ხო და კიდე ის მინდა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მინდა თქვა რომ აი რა ის არის ხო რა ანსხვავებს დღევანდელ პროტესტს ახალგაზრდების ფაქტობრივად ეს არის ახალგაზრდების პროტესტი ესე რომ დავარქოთ რომ ეს არის ახალგაზრდების პროტესტი ბავშვად წინა წლების პროტესტისგან თუ გინდა სააკაშვილის დროს პროტესტი და სააკაშვილის დროს იყო ორი დიდი მიტინგი ხო 7 ნოემბრის და 26 მაისის ხო 7 ნოემბერს თავისთავად ახლა 7 ნოემბერს როცა ადამიანი მიტინგზე გამოხდა თავრობის წინააღმდეგ ეს რას ნიშნავს ვის ხალხსაჭერად გამოდიხარ 7 ნოემბერს ხო ვის ხალხსაჭერად გამოდიხარ ხო 7 ნოემბერი ვინც არის ეს იყო დიდი ოქტომბრის რევოლუციის დღე არის ეს აბსოლუტურად 7 ნოემბერს რამის გაკეთება და გამოსვლა რამის წინააღმდეგ ეს არის პირდაპირ რუსეთის წლის 26 მაისს ვისაც ვინც არ იცის ეს იყო პროცესი როდესაც მომიტინგეები უშლიდნენ გამარჯვების საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგომის ჩატარებას რუსთაველს აი ეს ორი ამბავი იყო და ეს პროტესტები 7 ნოემბრისაც და 26 მაისსაც ნამდვილად იყო მემარცხენე. ერთმნიშვნელოვნად მემარცხენე იყო, აი ზუსტად სოციალისტური, ზუსტად აი ესეთი რაღაცა გაურკვეველი იმისი სიმბოლოების გაურკვეველი ძალიან გარკვეული, მაგრამ ნუ და პლუს ესე კი ორივე საფინანსებდა ისა, ხო? პატარკაციშვილი იყო ძალიან დიდი როლი იყო ამისი რუსი ოლიგარქის ამის დაფინანსებაში, ხო? დღეს რაც ხდება რადიკალურად განსხვავდება, იმიტომ რომ ადამიანები იძლიან არა ჯგუფების უფლებებისათვის, არამედ საკუთარი თავისუფლებისათვის, საკუთარი მომავლისათვის და საქართველოს ესენი არის პატრიოტები. ეს არის პატრიოტები და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ აი ეს იმის მერე ფაქტობრივად 90-იანი წლების მერე საქართველოში პატრიოტული მიტინგები არ ყოფილა. 2003-ში იყო, მაგრამ 2003-ში ახლა კარგი ის არის შტრიხი, კი ბატონო. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ 2003-ში იყო პატრიოტული მიტინგი. 2003-ში მიტინგები როდესაც იყო, ეს იყო ერთმნიშვნელოვნად კორუფციის წინააღმდეგ და აი ამ დროშით მოხდა, ანუ ეს იყო ფაქტობრივად ესე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამით მოხდა შევარდნაძის წასვლა ამ ბრძოლით და ეს აი მოგეუბნებით 90-იანი წლების მერე მე ძალიან ბედნიერი ვარ ამას რომ ვუყურებ და ხანდახან მონაწილეობ კიდეც როგორც შემილია რომ ეს არის პირველი პატრიოტული მიტინგები 1990-იანი წლების ნუ 80-იანის ბოლო 90-იანი წლების მერე ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ეს ხალხი რომლებიც მიტინგებში მონაწილეობს და მიტინგებს აწყობს ეს ახალგაზრდები ისინი აღადგენენ იმ დიდებულ საქართველოს როგორც ის ოდესღაც იყო თავისი ადგილით ხო სხვა შორის საინტერესო ერთი მომენტია მაგრამ დავამატებ ახლა დღეს ბევრი მას პროსამთავრობო ექსპერტს უსმენდა დისკურსი რა საინტერესო დისკურსია ესე დისკურსი არის ის რაც სულ ეწერა საქართველოს ისტორიის წიგნებში რომ საქართველოს ყოველთვის გაჭირვებული ყოველთვის იმპერიათა ჯახზე გზაჯვარედინზე ეს საწყალი ქართველი მეფეები ესე იგი როგორ წვალობდნენ და როგორ წელებზე ფეხს იდგამდნენ იმისათვის რომ რაღაცა გამოძრაულიყვნენ ეს არანაირად არ არის სწორი, იმიტომ რომ საქართველოს თუ გადარჩა სწორედ იმის გამო, რომ საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში იყო ჩათვლილი და ეს მისი მეფეები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აი ამ დიდ გზაზე, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირიქით მიდიოდა. ანუ ეს ყოილია რა, რასაც მოგეუბნებიან. საქართველოს იყო დიდებული, ოდესღაც და ეს ახალგაზრდები გააკეთებდნენ იმას, რომ ის აღდგება. ხო, მე ვნახე შენი ლოზუნგი ძალიან მომეწონა, მე მგონი დროულია, რომ დავუბრუნოთ დიდება.